ეთერშია კურიერი 6 ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო თორნიკე პარკაულების, ანდრია იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. სუსში აცხადებენ, რომ გუშინდილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლის წყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. ამოღებულია ჯამში 7.200.200 დოლარი და 126.000 ლარი. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია, მობილური ტელეფონები და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დოკუმენტაციისა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა, ასევე ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც დაიგეგმება საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებები და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება. თემაზე სუსში ბრიფინგი 1 საათის წინ გაიმართა, რომელსაც ნანა გოგატაძე დაესწრო და მისგან უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ნანა ეთერში ხარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩაატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომელშიც 230-მდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას, უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. ცოტა ხნის წინ დასრულდა სუსში საგანგებო ბრიფინგი, საიდანაც შევიტყვეთ, რომ გუშინ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათთან დაკავშირებული პირების 24 საცხოვრებელი სახლისა და ბინის ჩხრეკა ჩატარდა, შედეგად ამოღებულია არაერთი სახის ნივთმტკიცებულება, მათ შორის განსაკუთრებით დიდი თანხა საუბარია დაახლოებით 7 მილიონ დოლარზე, ასევე 126.000 ლარზე. პარალელურად ამოღებულია ძვირადღირებული ნაკეთობები, ოქროულობა, საათი, ძვირადღირებული ნახატები, ასევე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები. სწორედ მათზე არსებული ინფორმაციის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. ახლა პარალელურად საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ცდილობენ დაადგინოს ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობა და ამის შემდგომ მიეცემა უკვე საქმეს სამართლებრივი რეაგირება. გუშინ ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლები. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ასევე სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო თორნიკე პარკაულიძეების, ანდრია ლილუაშვილის სახლი. ვიცით, რომ რომეო მიქაუტაძე ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მის შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით და ის ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას გუშინ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შესახებ. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, გუშინ დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლის წყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო თორნიკე პარკაულების, ანდრია იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი. შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული საერთო ჯამში 7.200.000 აშშ დოლარისა და 126.000 ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა დამუშავება. ასევე ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა,
რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება. ყოფილი მაღალ ჩინოსნებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი სახლების და ბინების შრეკა თბილისსა და რეგიონებში გუშინ ჩატარდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება და მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესწავლას დაასრულებენ, უნდა ველოდოთ სამართლებრივ რეაგირებასაც. მადლობა ნანა, თქვენ უსმენთ ნანა გოგადაძეს. Am წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მარიამ მეყანწიშვილის მიმართ გირაოს შეფარდებას, დანარჩენ 4 პირზე კი პატიმრობას ითხოვს. რამდენიმე საათში გაიმართება კიდევ 10 დაკავებულის პროცესი. პროკურატურამ სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება 16 პირს წარუდგინა. მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ედება ბრალად, დანარჩენ 9 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. 5 კი სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. თემაზე მუშაობს მარიამ კოპალეიშვილი და ის გვერდთვება ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოდან. მარიამ, პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 16 ბრალდებულიდან 5 პირის სასამართლო პროცესი და დღევანდელ პროცესზე გამონაკლისია მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილის შემთხვევა, რომელსაც გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, როგორც ამას პროკურატურა ადასტურებს და საუბარია კონკრეტულად ვიდეო ჩანაწერზე, სადაც მარიამ მეყანწიშვილი 4 ოქტომბრის ღამეს შეკრებილ დემონსტრანტებს მოუწოდებს, რომ მათ გადაინაცვლონ რუსთაველის 21 ნომერში მდებარე შენობაში წინააღმდეგობის გაწევის შემდგომი კოორდინაციისთვის და ორგანიზაციული საკითხების დასაგეგმად. როგორც გითხარით, მასზე პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, რაც შეეხება დარჩენილ 4 ბრალდებულს, რომლის პროცესიც საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებითაც არსებობს საქმეში კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებები, მათ შორის ის თუ რა პროცესებიც მიმდინარეობდა, მაგალითად ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს დღეს, შეკრებილი დემონსტრანტები მათ შორის წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს, აყენებდნენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ინფრასტრუქტურას, მათ შორის კერძო ინფრასტრუქტურას. სწორედ ის არის ის მტკიცებულებათა ნაწილი, რაც დევს კონკრეტულ საქმეებში. პროკურატურის ინფორმაციითვე ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს დაემატა დაკავებულებს ჯამში 16 პირი, აქედან 1 პირის გედედეს ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში დილით და მათ უკვე შეეფარდა დაუსწრებლად პატიმრობა, თავად ირაკლი შაიშმელაშვილი არ ესწრებოდა დღევანდელ პროცესს. როგორც გითხარით, 5 პირის პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში და ის სავარაუდოდ უკვე მალე დასრულდება და უფრო მეტი ინფორმაციაც სწორედ სხდომის დასრულების შემდეგ გვეცოდინება, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ 10 პირს, სასამართლოს ხდომა არის ჩანიშნული უკვე მოგვიანებით საღამოს 8 საათზე. მადლობა მარიამ, თქვენ უსმენთ მარიამ კოპალეიშვილს. 4 ოქტომბრის საქმეზე ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 3 საათის წინ გამოაცხადა. შაიშმელაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება. პროცესს მისი ადვოკატი ესწრებოდა დაკმაყოფილ და ბრალდების მხარის შუამდგომლობა. შაიშმელაშვილს ბრალი დაუსწრებლად 317 მუხლით წარადგინა, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. პროკურატურა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა სხვა პირებთან ერთად 4 ოქტომბერს აქციაზე ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ასევე მოუწოდებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ შეესრულებინათ სამსახურეობრივი მოვალეობა. საქმეში არ მოიწებნება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარე, ნამდვილად გეთანხმებით, ვერ გაიხსენა ვერც ერთი ვიდეო მასალა, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილი
შაიშმელაშვილი მოუწოდებს ან ძალადობის დამხობისკენ, ან რაიმე მოწოდება აქვს პოლიციელების მიმართ. ერთადერთი მოწოდება რაც არის, ეს არის ვიდეო მასალებში, რომ პოლიციელებს მიმართავს ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომ ხალხის მხარეს დადგეს და ამის გამო, თავისუფალი აზრის გამო თუ ხდება ადამიანების დაპატიმრება ამ დროში და ეს არის მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური შურისძიება. აუცილებლად წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლის და ხელისუფლების დამხობისგან მოწოდებაში. საქმეში წარმოდგენილი არის შემდეგი მტკიცებულებები, ეს არის საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, რაც მიმართული იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებაში და ასევე მოწოდებებში, კერძოდ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ მოწოდებებში, რომ მათ არ შეესრულებინათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივად მოქმედი პირებისათვის განახორციელებინათ თავიანთი მიზნები. თემაზე ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში დილით გაიმართა. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა დეტალურად ისაუბრა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე და იმ ფაქტებზე, რასაც დაკავებულებს ედავებიან. გავრცელდა კადრებით, სადაც ბრალდებულების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩანს. პროკურატურა 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს უწყებაში განაცხადეს, რომ სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია კიდევ 48 პირი, რომლებსაც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიშში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით ბრალდებულების ნაწილი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს. დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, მარიამ მეყანწიშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით 4 ოქტომბერს ათონელის ქუჩაზე ყოფნისას მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა და შემდგომი მოქმედების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირის 21 ნომერში მდებარე ოფისში. აღნიშნულის შემდეგ ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ოპერატიული დაგეგმის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა. ბრალდებული შაიშმელაშვილი ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე პირებისათვის. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ იმ პირებმა, რომლებიც 4 ოქტომბრის მოვლენებში სახელმწიფოს დამხობის სცენარში მონაწილეობდნენ, პასუხისმგებლობა სრულად უნდა გაიზიარონ. უმრავლესობა ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მათ არაერთი გაფრთხილება მიიღეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას მოყვებოდა სამართლებრივი რეაგირება. აქცენტი კეთდება წინასწარ შემუშავებულ გეგმასა და გარეძალების ინტერესებზე. ყველაფერი რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს იყო კარგად დაგეგმილი და დიდი ხნის განმავლობაში ესეთი კულტივირებული იდეა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მათი წარმოდგენით წარმატებით და დასრულებულიყო წარმატებით მარიონეტული ხელისუფლების მოყვანით. სამწუხაროა, მაგრამ ამაში ჩართულები ვიხილეთ ასევე უცხოელები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დღემდე ცდილობენ, რომ ეს პროცესი არ ჩაქრეს და ექსტრემიზმმა მისმა ენერგიამ არ მოიკლოს თბილისის ქუჩებში. ამის მაგალითებიც ვიხილეთ. აი ამ შეთქმულებაში მონაწილეობენ ადამიანები და 16 იქნება თუ 26, რასაკვირველია, სწორედ ამ ბრალდებით უნდა
აგებდნენ პასუხს. კონკრეტული ქმედებები ერთია, მაგრამ რეალურად ამ პროცესში მონაწილეობა თავად არის საკმაოდ სერიოზული მძიმე დანაშაული. ჯერ კიდევ სანამ 4 ოქტომბერი დადგებოდა, ხელისუფლება მუდმივად აფრთხილებდა 4 ოქტომბრის გადატრიალება დამხობის მესვეურებს, რომ ეს გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, მკაცრ პასუხს კანონისგან. მათი ქმედება ყველამ ჩვენ ვიხილეთ პირდაპირ ეთერებში, რო იტყვიან, მათი ყველა მოწოდება, მათი ყველა ქმედება, მათი თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე მისი მასში შეჭრის მიზნით და გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მოხდა ის, რაზეც საუბრობდით. კანონი თავის, ასე ვთქვათ, სრული სიმკაცრით ამოქმედდა და ეს წრე საკმაოდ დიდი არის და პასუხისგებლობის ხარისხიც უფრო მეტი არის, ვიდრე ვთქვათ, წინა შემთხვევებში იყო, როდესაც ხდებოდა პარლამენტის წინ ეს საპროტესტო მიტინგები, რომელიც ძალადობაში გადაიზრდებოდა ხოლმე. აქ იყო კონკრეტული მოწოდება დამხობისაკენ, კონკრეტული მოწოდება პრეზიდენტის სასახლის აღებისაკენ და იყო კონკრეტული ქმედება. ბუნებრივია შესაბამისი ქმედებაც მოყვა ამას კანონისაგან. ამ ადამიანებმა სრულად უნდა გაიზიარონ პასუხისგებლობა იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდინეს 4 ოქტომბერს. შესაძლოა მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი გათვცნობიერებული არ ქონდათ, თუმცა იმ განცხადებებისთვის უნდა მოესმინათ, უნდა გაითვალისწინებინათ ეს ყველაფერი. მათ შორის არიან პირები, რომლებიც ყოფილი სამართალდამცავები არიან, ამჟამად არ იმყოფებიან საქართველოში და გარედან ახალისებდნენ მსგავს პროცესებს. ესეთმა ადამიანებმა უფრო განსაკუთრებით უნდა იცოდნენ, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა. ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაშიც არ ჩდება კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ამდენი ბრალდებული. ეს დღეისობით უფრო მეტი შესაძლებლობაა იმასთან დაკავშირებით ტექნიკური, რომ ამოიცნონ სამართალდამცავებმა ყველა მონაწილე პირი, ვინც შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე, შესაბამისად რაოდენობას ამ შემთხვევაში უფრო ხარისხთან აქვს, გამოძიების ხარისხთან დაკავშირებული, ვიდრე გაკვირვებასთან. სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მხარდაჭერილი პირები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. ქვეყანა 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერიკი საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება. თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა. წერს შალვა პაპუაშვილი. სპიკერი ავრცელებს სკრინს ანიტა ჰიპერის ციტატით, რომელიც რეპრესიულ ზომებსა და რუსულ პროპაგანდას ეხება. ევროკომისიის ამ პრეს-სპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. იმ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას. ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელსელის. პრეს-სპიკერი კი 2 კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგმართავს. თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მოყვა პოლიტიკური შეფასებებიც. მმართველი გუნდისთვის ევროკომისიის პრეს-სპიკერი მსგავსი შინაარსის განცხადებებით წითელ ხაზებს გასცდა და დიპლომატიური ჩარჩოდან გავიდა. მისი განცხადებები კი ძალადობის წახალისებას ემსახურება. ოპოზიციაში ანიტა ჰიპერის გაკეთებული შეფასებები არ უღირთ. პრეს-სპიკერის განცხადებასთან ნებისმიერ სხვა ოფიციალურ განცხადებას გაკეთებულ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში აქვს ერთი ძალიან მკაფიო საფუძველი. შეუძლებელია მათ ფაქტის კონსტატაცია არ მოახდინონ და არ თქვან, რომ ქვეყანაში მყარდება დიქტატურა. ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომ სინამდვილეში ყოველთვის ქართველი ხალხის განწყობა მშვიდობიან. ამ პრეს-სპიკერს, ამ ქალბატონს ძალიან ვთხოვთ, რომ ძალიან შეურაცხყოფელ განცხადებებს მოაკეთებს საქართველოს მიმართ. არავის შთაგონება არ ჭირდება საქართველოს. მით უმეტეს რუსეთის ფედერაციის შთაგონება არ ჭირდება არაფერში. ჩვენი გონებაც გაგვაჩნია და ჩვენი ბრძოლის ისტორიაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. და ჩვენ ტრადიციას ვაყალიბებთ იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს დესტრუქციის, ქაოსისა და ფერადი რევოლუციების სარბიელი. ამიტომ ეს შთაგონებები დაიტოვონ თავისთვის. მშვიდობიან დემონსტრაციას და მშვიდობიან მომიტინგეს და ჟურნალისტს არავინ არაფერს არ ერჩის.
მაგრამ როდესაც დემონსტრანტი თქვენი ძალების ქალბატონო პრესპიკერო მოწოდებით იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, შეჭრას და დამხობების გამოცხადებას და ქმედებას, იქ კანონი მოქმედებს და თქვენ თუ დაგავიწყდათ რა არის კანონი თქვენ ქვეყანაში, ჩვენ არ დაგვიწყებია რა არის კანონი, დემოკრატიული კანონი ჩვენ ქვეყანაში. შალვა პაპუაშვილის განცხადება არა თუ მართებულია, მხოლოდ არამედ სახელმძღვანელოც არის ბევრი იმ თავქარიანი ქართველისათვის და ასევე უცხოელი ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად წოდებული მხარეებისათვის. ვფიქრობ, პრეს-სპიკერი უკვე ყველანაირ წითელ ხაზებს გადაცდა და გადააბიჯა ყველანაირ ნორმას, დიპლომატიურსაც, პოლიტიკურსაც და მორალურსაც. ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში თავისი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, რასაც ვხედავთ. განზრახმკვლელობის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 27 წლის ახალგაზრდა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 2000 წელს დაბადებულ პირს გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს თბილისში. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვნები ცივი იარაღით. ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა კულტივირების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ამოღებულია კანაფი და გამომშრალი მარიხუანა, ასევე დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრომოწყობილობები და თანხა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის 5 მოქალაქე დააკავეს. ერთი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით, 4 კი ხულიგნობის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათ ამავე რესტორანში საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს ინვენტარი. კიდევ ერთი დაკავება ქურდობის ბრალდებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 19 წლის პირმა საბურთალოს რაიონში ღამის საათებში 12 ავტომანქანის საქარემინა დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახალგაზრდა დაკავებულია, მან აფრიკის დასახლებაში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია იემენის მოქალაქე. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გუშინ თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და კრიზისის დასრულების გზები განიხილეს. ზელენსკის მთავარი მოთხოვნა მიიღო ვაშინგტონისგან. ტომაჰავკის რაკეტები არ შესრულდა. ტრამპმა თქვა, რომ სტრატეგიული ტიპის იარაღი შეერთებული შტატებისთვისაც საჭიროა და კონფლიქტის მეტად ესკალაცია საჭირო არ არის. თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ 3 წლიანი შეიარაღებული დაპირისპირება იმ სურათით უნდა დასრულდეს, რა მდგომარეობაც ფრონტის ხაზზე დღეს არის. ინიციატივას ეთანხმება ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც. რა პირობით დასრულდება უკრაინის ომი, ეს დიდი ალბათობით ბუდაპეშტში ჩანიშნულმა შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს, სადაც მოსკოვისა და შტატების ლიდერები ერთმანეთს პირისპირ დაელაპარაკებიან.
ყველა მიცის, რომ ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი არ უყვართ, ამიტომაც პირველ რიგში ერთმანეთის მიმართ სიძულვილი უნდა მოვიშოროთ, რადგან სიძულვილი მოლაპარაკების პროცესს აფერხებს. ამას პრეზიდენტ ზელენსკის წინაშე ვამბობ, თუმცა პრეზიდენტ პუტინსაც უთხარი. ფიქრობ, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, მერწმუნეთ, სხვაგვარად ამას არ ვიტყოდი. გუშინ 2 საათნახევრის განმავლობაში ვესაუბრებოდი მას. ბევრი დეტალი განვიხილეთ. ომის დასრულება პრეზიდენტ ზელენსკისაც უნდა. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ტომაჰავკები ძალიან საშიში იარაღია. მისი გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს დიდ ესკალაციას და მასთან ერთად ბევრ ცუდ რამეს. ამიტომ ბუნებრივია, ტომაჰავკები ჩვენც გვჭირდება. ამიტომ ჩვენ არ გვინდა იმის გაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება. თუმცა შესაძლებელია სხვა ალტერნატივის, მაგალითად დრონების შეთავაზება. ვენდობით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვენდობით პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის დასრულება. მადლობას ვუხდით პრეზიდენტს და მის გუნდს მოწვევისთვის და ამ შეხვედრისთვის. ჩვენ გქონდა პროდუქტიული შეხვედრა, ხანგრძლივი შეხვედრა. დიახ, რადგან გვინდოდა თემებისა და კითხვების ფართო გეგმა გქონოდა. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვაზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გქონდა სატელეფონო ზარი, მსურველთა კოალიციის მთავარ ლიდერებთან. რუსეთს ეშინია ტომაჰავკების, ნამდვილად ეშინია, რადგან ეს ძლიერი იარაღია. თუმცა ვფიქრობ იმასაც, რომ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. პრეზიდენტი მართალია, დიახ, ომი უნდა შევაჩეროთ იქ, სადაც ვართ. ეს მნიშვნელოვანია. ჰამასმა ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ხედარი გადასცა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ მისი ვინაობა არ გაამჟღავნა, რის გამოც ის თელ-ავივში სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლის ხედარია, ჰამას 18 დაღუპული მძევალი დარჩება გადასაცემი. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელი ერთგულია ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და გეგმის საკუთარ ნაწილს უპირობოდ შეასრულებს. სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის კამერებმა ჰავაიზე აქტიური კრატერიდან ლავის გადმოფრქვევის პროცესი დააფიქსირა. კადრებში ჩანს კვამლიც, რომელიც ფერდობზე ტრიალებს. კილეაუას ვულკანი პერიოდულად 2024 წლის დეკემბრის შემდეგ იფრქვევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შტატებში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური ლანდშაფტის გამოწვევები და მომავლისთვის მზადება იყო. დისკუსიის ფარგლებში სავალუტო ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ და სომხეთმა წარმატებით დანერგეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის სცენარზე დაფუძნებული მიდგომა. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ფართო რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გაცვალონ ერთმანეთში მოსაზრებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი პოლიტიკა უფრო ეფექტური, ისეთ გარემოში, როდესაც ძალიან ბევრი რისკია, არაპროგნოზირებადი მატულობს. საქართველოს ეროვნულ ბანკში გვაქვს უკვე დაგვიგროვდა საკმაო გამოცდილება იმისა, რომ სხვადასხვა სცენარი ავაგოთ სამომავლო, როგორც ჩვენი მოქმედების, ასევე სხვადასხვა რისკის და ამ დროს ჩვენ ვანიშნებთ ბიზნესს, ვანიშნებთ ფინანსურ სექტორს, რომ ეროვნული ბანკი მომზადებულია ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში გაატაროს ყველა ზომა იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. მრავალფეროვანი ღონისძიებების ფონზე მიმდინარეობს სახალხო დღესასწაული თერჯოლაში. ღონისძიების ფარგლებში თერჯოლის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო ეთნოკუთხეები, სადაც მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი საკუთარ სოფლის პრეზენტაციას მართავს. თერჯოლობისთვის დაგეგმილი აქტივობები ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. თერჯოლობა 2025 თერჯოლის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებითა და ჯგუფ ურსას კონცერტით დასრულდება. თითოეულ მოქალაქეს, როგორც ბავშვს, ისე დიდს, დღევანდელი დღე აქვს ბედნიერად შემოთავაზებული მრავალმხრივ გასართობი სხვადასხვა ღონისძიებებით. ბავშვებისთვის არის უფასო გასართობი აქტივობები, სოფლები წარმოდგენილი არიან თავით საშემოდგომო ნობათებით, ყავს ღვინის სომელიები, რომლებიც 5 ნომინაციაში გამოავლენენ გამარჯვებულებს და შემდეგ დავაჯილდოვებთ თერჯოლის საპატიო მოქალაქეებს. წარმოდგენილი მაქვს გობელენი და ტილოზე ნამუშევრები. ყავს წარმოდგენილი ჩემი მოსწავლეები თავის ნამუშევრებით.
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ მრბოლელებს ევრონასკარის ევროპის სერიებზე მიღწეული წარმატება მიულოცა. დავით ქაჯაიამ და სანდრო თავართხილაძემ ევრონასკარზე სამინისტროს მხარდაჭერით პირველად იასპარეზეს. დავით ქაჯაიამ პირველი ადგილი დაიკავა, სანდრო თავართხილაძემ კი ღია კატეგორიაში ასპარეზობა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. ევროპის სერიები 7 რბოლისგან შედგებოდა. შევხვდი სანდრო თავართხილაძეს და დათა ქაჯაიას, მე დათა ქაჯაიას მიულოცა ევრონასკარის ჩემპიონობა, მართლაც წარმატებული სეზონი ჰქონდა, როგორც მოგესალმებათ სახელმწიფო აფინანსებს მათ ამ შეჯიბრში მონაწილეობას, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელსაც როგორც სანდრო, ასევე დათა მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო მხარდაჭერით ევრონასკარის ტურნირებში. საკმაოდ გასაკვირი იყო ჩემთვისაც და თვითონ ნასკარის მრბოლებისთვისაც, იმიტომ რომ რთულია პირველ წელს მიხვიდე და მოიპოვა ჩემპიონატი ჩემპიონის ტიტული. ამისთვის რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სპორტის სამინისტროს და საავტომობილო ფედერაციას, რომ დაგვეხმარნენ ამაში. 2025 წელს ევრონასკარის ჩემპიონატში მივიღეთ ქართულმა გუნდმა მონაწილეობა. მე პირადად Open კატეგორიაში გამოვედი და შევძელი და აბსოლუტურ ჩათვლაში მეოთხე პოზიცია დავიკავე. გარდა ამისა, ჩემ ქვე კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გავხდი, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან პირველ წელს არავინ ელოდა მას ჩვენგან არც საქართველოში და არც თვითონ ევრონასკარის მრბოლებისაც საკმაოდ გასაკვირი იყო. მადლობა სპორტის სამინისტროს და საავტომობილო ფედერაციას, რომ ესეთი შესაძლებლობა მოგცა. პირველი ვიზიტი იყო მინისტრის ჩვენ ავტოდრომზე, ძალიან სარფიანი. გავაცაინეთ შედეგები, ვანახეთ ეს ჩვენ ძალიან ბევრი თასი ჩემპიონებს მიულოცა და მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო სპორტის სამინისტროს, რომ არა მათი მხარში დგომა ფიზიკურად ამ შედეგებს ვერც მივაღწევოდა, არც გვეყოლებოდა ნასკარში ევროპის ჩემპიონი. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, თქვენ კი ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი 2 წერტილი ჯიზე.